გამომწერებო, იუთუბელებო, ჩემო მაყურებლებო, პირველ რიგში მადლობა, რომ იყურებთ, მადლობა, რომ ისმენთ, მადლობა, რომ მიკომენტარებთ, მილაიქებთ, მიგულებთ და ნახოთ, დღეს არის ესეთი ბედნიერი დღე და გეტყვით რატომ 2025 წლის 7 თებერვალი. თვითონ 7-იანი ასოცირდება რასთან? გზასთან, გამარჯვებასთან, წარმატებასთან, ესეთი ენერგიული რიცხვია. და დღევანდელ დღეს 7-იანი ერთ ადგილს არ ჩერდება რა, სულ აი მოძრაობაშია, სულ საქმიანობაშია, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ პირველ რიგში 7-იანი არის ძალიან სულიერი. 7 არის მფარველობა ნუმეროლოგიაში, თუ ამოგდი 7-იანი ან თუ არის შენი ბედის კვეთში 7, ესე იგი დაცული ხარ. მფარველობა გაქვს. შენი მფარველი ანგელოზის რიცხვიც არის, ანუ სულიერებასთანაც ძალიან დიდ კავშირში, ამიტომ რომ 7 ნოტაა, 7 ფერია ცისარტყელის და აი 7 მე-7-ეცაა, ხო, მაგრამ საერთოდ მე-9-მდე ასული. ზოგი წმინდანი, დიდი წმინდანი. და მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, 7-იანს უყვარს სიმართლე. 7-იანი ყოველთვის მიისწრაფის სინათლის გზაზე რო იაროს. ეხა რა თქმა უნდა, დუალისტურია ეს ცხოვრება და ყველაფერს აქვს. როგორც წაღმა მხარე, ისე ამოტრიალებული მხარე, ხო? ანუ უკანა მხარე. უკუღმა მხარე, მაგრამ მედალსაც ორი მხარე აქვს, ხო არის ნათქვამი? უარყოფითი მხარე ის არის, როცა 7-იანი სულიერებასთან არ არის, ღმერთთან არ არის და როცა სტაგნაციაში, ანუ არ მოძრაობს. 7-იანმა უნდა იმოძრაოს, გზა, მოძრაობა, მოქმედება, ენერგია. თვითონ 7-იანი რიცხვისგან მოდის, თუ შენი ბედის მატრიცაში არის ეს რიცხვი, ხო? იცით ახლა ნუმეროლოგია, ყველა მასე თუ ისე აღარ მინდა ხა ამაზე გავამახვილო ყურადღება. და რახან გამარჯვების რიცხვია და ტაროს დასტებში 7-იანები გვხვდება დადებით კონტექსტში. ამიტომ მოდით ნახოთ უბრალოდ. ნახოთ დღევანდელი დღის პროგნოზირება, მოკლედ 2 დასტით გავშლი, პირველი მეორე. თან რუნებს შემომივიდა ალგიზი, რაც ნიშნავს იმას, რომ მფარველობა უმაღლესი უზენაესი ზეციური ძალებისგან და მიყვარს ძალიან ეს ჩემი საყვარელი რუნაა. ავიღოთ აი ესეთი ღვთის ბროლი პირველი პოზიციისთვის და ავიღოთ ისე ვარდისფერი კვარცი, იმიტომ რომ ასოცირდება ჩვენ მფარველ ანგელოსთან, გულწრფელ ნამდვილ სიყვარულთან. ნათელი ძალების და მათი მფარველობიდან გავიგოთ დღევანდელი დღის ენერგია ზოგადად. მეორე ვარიანტს გადავდებ, ეს მეორე ვარიანტია. ნახოთ პირველი ვარიანტი. ეს არის პირველი ვარიანტი. ой, ციტრინიც ყოფილა ერთად. ვინც ამოირჩია პირველი ვარიანტი, არ უნდა ეხლა დიდხანს ამორჩევა, ესე სპონტანურად უნდა ამოირჩიო, ან უყურე ორივე ვარიანტს, იმიტომ რომ შეიძლება ორივეში იყოს პასუხი რახან საჯარო გაშლა. ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს და შემოსულია დღეს 7 თებერვალს 2025 წელს ჩემ ვიდეო ლაივში როგორი ენერგიები აქვს და როგორი ენერგიები ექნება დღეს. ჯერ დღის კარტი ვნახოთ თქვენთვის, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. თქვენი გზა იყო ძალიან რთული რაღაც პერიოდი. გაურკვეველი მდგომარეობა, სტაგნაცია კაიხნის, აქ მაჩვენებენ რომ თქვენი ბედი, ასე ვთქვათ, ხო? Destiny, ინგლისურად.
თქვენი ბედი რაღაც მომენტში ჩაკეტილებით იყო გაურკვეველი, იყო სტაგნაციურ მდგომარეობაში იყო, ან მსხვერპლშეწირვა, ბორკილები თითქოს არ გეხსნებოდათ. ბედი შეიძლება იყოს სამსახური, ფინანსები, რა თქმა უნდა, დაოჯახება, სტაბილურობა, ყველაფერი, ხო? მაგრამ ვინც სამსახურს ეძებთ, იპოვით, იმიტომ რომ ამოდის მუშაობის კარტი, ვინც დაოჯახებას ეძებთ, პარტნიორს ეძებთ, ესეც, ცოტა მუშაობა გინდათ, ამ შემთხვევაში ენერგეტიკული, სულიერი მუშაობა ღმერთთან კავშირი. გაწმენდვა იმ უარყოფითების, წარწულის და ახალი გზის დაწყება. ეს ყველაფერი ენერგეტიკულად ხდება. დამიჯერეთ სულიერად, ენერგეტიკულად ეს ყველაფერი ხდება, მთავარი თქვენ მოინდომოთ. ამოდის რომ თქვენ მიზანს მიაღწევთ, კი, გექნებათ რაღაც სამუშაო თქვენ თავზე, მაგრამ გიბრუნდებათ ის სტაბილურობა, ის სიტუაცია, რაც აქამდე გაურკვეველი იყო, რაც არ იძვროდა და ჩაკეტილი იყო. ეს ოჯახია, შვილია, პარტნიორია, ფინანსური ბედნიერება, იგივე სამსახური, არ ვიცი, ყველაფერი ხო, ვის როგორ. გეხსნებათ ეს გზა. უბრალოდ გაქვთ კიდე სამუშაო. თქვენ სულიერებაზე, თქვენს პირად, პერსონალურ პიროვნებაზე, რას ნიშნავს? თქვენ ცხოვრებას, თქვენ ცხოვრების გზა, თქვენ თავზე, თქვენ უნდა იმუშაოთ, არიან დამხმარე ადამიანები, ვინც გეხმარებიან, ხო? რჩევით, გეტყვიან ესე, ისე, მაგრამ შენი გულიდან უნდა მოდიოდეს, რწმენა უნდა გქონდეს, უნდა გჯეროდეს და მერე გეხსნება გზა. მერე შეისმენენ ზემოდან, მერე მოდის უკვე ის ოჯახიც, ის სტაბილურობაც, ის ბედნიერებაც, ის ჰარმონიაც, რაც გაგეათ. ეს იყო დღის კარტი, დღის ინფორმაცია, დღის პროგნოზირება და ვნახოთ თქვენს პირადში რა მდგომარეობაა ეხლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, პირველი ვარიანტი, თქვენ პირადი. რა ხდება თქვენს პირადში, რა? მაჩვენოს. ესე ოჯახზეა საუბარი, ბედზეა საუბარი. ნახეთ, დაგწყვეტიათ გული, ყოფილა რაღაც ორი ვარიანტი, არ აქვს მნიშვნელობა ხა ეს ბედია პირადი, მაჩვენებენ რაღაც, ან მოლაპარაკება იყო, ან მიმოწერა იყო, მესიჯი, ან ქონდათ ადამიანთან ესეთი მესიჯით, მიმოწერით ურთიერთობა, რომელიც გეგონათ, რომ მოხდებოდა თქვენ შორის რაღაც სტაბილურობა, შეიკრებოდა ოჯახი, იქნებოდით ერთად, მაგრამ ნახეთ, ჩაიკეტა გზა, სავარაუდოდ მისგან და დანგრევაა. თუ ხართ ეხლა ასეთ მდგომარეობაში, თუ პირადზე არ არის, პირადზე ვკითხე, მაშინ სიტუაციაზეა, ფულზეა, ფინანსებზეა, რაღაცას ელოდებოდით, ორი ვარიანტი იყო, რომ სტაბილურობა ქონოდათ და მოლოდინის რეჟიმში იყავით და ჩაიკეტა და დაინგრა ეს სიტუაცია, აქაც განოლებული სიტუაცია, თუ ფინანსებზეა, მაგრამ უფრო პირადზეა, მე მგონი, იმიტომ რომ პირადზე ვკითხე. თუ ხართ ასეთ მდგომარეობაში, გავაგრძელოთ. მაშ როდის გამოუნათდება პირველ ვარიანტს, როდის გაიხსნება ბედი, როდის მოხდება გამონათება. და რაზეა დამოკიდებული მართლა თქვენი ბედის გახსნა, ესეც ხომ უნდა ვკითხოთ, როდის გამოუნათდება სიტუაცია, პირველ ვარიანტს, ვისაც ჩაკეტილია ბედი და რაზეა დამოკიდებული მისი ბედის გახსნა, ვინც ახლა არის ჩაკეტილი. და რჩევა, რა იქნება კარტისგან. მაჩვენებენ ოჯახის კარტს, მთლიანობაში ახლა ვნახავთ, რაზეა დამოკიდებული. ხო, ნახე. მამაკაცია დამნაშავე თქვენი წარსული ცხოვრებიდან. აქ არის მაგიური ჩარევაც. ბევრისთვის, ყველასთვის არ რეზონირდება, მაგრამ თქვენ სიტუაციას მოარგეთ, რამაც გააჩერა თქვენი ბედის, პირადის, ასე ვთქვათ, სიტუაცია, ხო, რომ უნდა გახსნილიყო, რომ უნდა დაოჯახებულიყავით, რომ უნდა შეგექმნათ, ვთქვათ, ოჯახი, მაგია და გაკეთებულია ოჯახის, არ ვიცი, ვიღაცა, ან
ახლო ადამიანისგან, ახლა ვიღაცა უცხო არ გაიკეთებდათ არა, ფაქტია, რომ ვიღაცა ისეთმა გააკეთა, ვისაც შურდა თქვენი, ან რა ვიცი კიდე რა. მოკლედ აქ სიტუაცია რა არის? დახმარება, ნახეთ რა იქნება. დახმარება იქნება, რომ თქვენ პირველ რიგში, ანუ რას იზავთ? ძალიან ცივი გონებით შეხედავთ სიტუაციას. ნახეთ, სამყაროსთან კავშირი. ეს არის ამ შემთხვევაში ხმლების მეფე, მაგრამ აქ გამოდის როგორც კავშირი სამყაროსთან, უმაღლეს ძალებთან. კიდე რა, გაწმენდვა აუცილებლად წყლის სტიქიით ხდება გაწმენდვა, თქვენთვის ესეა. პირველ რიგში სიტყვა, იმიტომ რომ პირველი იყოს სიტყვა, ანუ სამყაროსთან კავშირი, თქვენი რო იტყვიან გაჟღერება, მერე გაწმენდვა წყლით და აქ ამოდის რომ დადებითი ენერგიის გით ავსება და შემდეგ ამოდის სტაბილურობა, ნახეთ. ანუ უკვე მოიხვეჭთ იმ სიტუაციას, იმ რაღაცებს სამყაროდან დახმარებით გაწმენდით, უკვე მოიხვეჭთ იმ ენერგიას, რომ თქვენ როგორც პენტაკლების მხედარი დაჯდეთ თქვენს განკუთვნილ ცხენზე, ანუ ამ შემთხვევაში ბედზე და სტაბილურად გააგრძელოთ გზა, რომელიც სიმწვანეა წინ, სინათლეა და სტაბილურად იდგებით თქვენი ცხოვრების გზაზე და რა თქმა უნდა, აქ ოჯახის კარტი ამოდის უკვე დაოჯახება, ბედნიერება, თქვენ როგორც დედა თუ არ ხართ დედა გახდებით და სავსე გრძნობით. ანუ გავიგეთ უკვე ხო, მაგიური ჩარევის გამო ჩაიკეტა ბედი, რომელიც აი ბორკილებს რომ ასე ვთქვათ დაგადებენ, აი ესეთი სიტუაცია იყო, მინდა ეხა ორაკულის ხუშების ორაკულსაც ვკითხო თქვენ ბედზე. ერთი წუთით ამოვიღო ბარი. მაგრამ ყველაფერს ანუ რა ხდება ეხლა ორი სიტყვით ვიტყვი, ისეთი პერიოდი მოდის, რომ ყველაფერი ცუდი შეგვიძლია მოვიცილოთ. ჩვენით არ არის საჭირო რაღაცეების ვიღაცებთან სიარული. მეკითხები ბოშების ორაკულს პირველ ვარიანტზე, ვისაც ქონდა ბედი ჩაკეტილი. დაახლოებით რამდენ პერიოდში, რამდენ ხანში გაიხსნება ბედი ამ ადამიანს. პირველი პოზიცია მით ჩაიფიქრა. დომ, სახლი ამოვიდა. გავგიშდები. და ახალი ადამიანი, ანუ აქ ამოდის თქვენი თვითონ, ანუ ენერგეტიკა, ნახეთ, თქვენი წინაპრები, თქვენი მშობლები, თქვენი ოჯახი, ძალიან შეკრული ხართ, ძალიან ძლიერი ხართ და ეს ძალა, ეს სტაბილურობა, ეს საგვარეულო, არ ვიცი, ეს ყველაფერი ერთად, გენეტიკა, იმიტომ რომ ამას აქვს მნიშვნელობა, ამ გენეოლოგიას გეხმარებათ, თქვენი წინაპრები, ნახეთ, უნდათ უხილავად გეხმარებიან წინაპრები, რომ იყოთ ბედნიერი და მოდის ახალი ადამიანი. ანუ ამ შემთხვევაში გეხსნებათ ბედი, გილოცავთ პირველ ვარიანტო, დაიჯერეთ ეხლა, მიიღეთ ეს ენერგია, ხო არ არის ის, ეს არის ენერგოსაინფორმაციო ველიდან წამოსული ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღოთ, დაიჯეროთ და მოლოდინის რეჟიმში იყოთ, რომ აი ნამდვილად თქვენს ცხოვრებაში მოხდება გამონათება და ეს ძალიან მალე მოხდება. გადავედი მეორე ვარიანტზე, ტყუილად არ ამომივიდა რუნა ალგიზი. უმაღლესი ძალების, უზენაესი ძალების მფარველობა, დახმარება, შემწეობა. ანუ ჩვენი ანგელოზები იგივე რა. რუნები არ ტყუიან, როგორც კარტები. და ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა, ეს არის ვარდისფერი კვარცი. ნახოთ აბა დღის კარტი, ხო? ენერგიები რა არის? თქვენთვის, პირადად თქვენთვის უშლი. ეს არის ვიდეო კონსულტაცია, საჯარო, ვისაც პირადი უნდა, WhatsApp, Viber-ზე მომწერეთ 599258527. ონლაინ რეჟიმში მაქვს. კონსულტაციად გავარკვევთ ყველაფერს. ასევე კითხვები ამოუწურავთ, რაც გექნებათ, ყველაფერზე გაგცემთ პასუხს და რა ენერგიებში ხართ ახლა და დღის კარტი მეორე ვარიანტისთვის. რა საინტერესო, აქაც რომ მთვარე ამოდის.
ეს გაურკვეველი მდგომარეობა მაგიჟებს. ასევე თქვენც, ანუ ადამიანი, რომელიც პირდაპირ მაგიური, მეორე ვარიანტს ესე ამოსდის, რა ვქნა, არ მინდა ეხა ცუდის თქმა, მაგრამ უნდა ვთქვა, რაც მართალია, ხო, რასაც მაძლევს ინფორმაცია. მაგიური ჩარევის გამო, იმიტომ რომ თვარი ამოდის, გაურკვევლობა, დაგაკარგილად მოსვენება ადამიანმა, ბალანსი დაირღვა თქვენს ცხოვრებაში და აი ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. კოლბაში რო ჩაჯდება ადამიანი, გამოსავალს რო ვერ პოულობს და შველას რო ითხოვს და არის მიჯაჭვული თან და ვერც იქეთ და ვერც აქეთ, აი ესეთ სიტუაციაში ამოდის თქვენზე ინფორმაცია და აბა ეს ყველაფერი მომაწოდეს ხო ინფორმაცია, აბა რა იქნება? ნახეთ. მეორე ვარიანტისთვის ასეთი სიტუაცია, ვისაც გაქვთ, გამონათება თუ იქნება. ანუ ნახეთ რა ხდება, აქაც გეხმარებიან თქვენი მფარველები. საქმე ეხება ქალს, რომელმაც გაგიკეთათ მაგია. ეს იყო კონკურენტი, ეს იყო ადამიანი მესამე პირი, ვინც ჩაერია თქვენს ცხოვრებაში, ძალიან ბოროტად, ძალიან ცუდად. ეხლა ეს არის კიდევ ერთხელ ვიცხი, საჯარო გაშლა, ხო? პირადში ჩანს ყველაფერი, მაგრამ ესე ხა ვარიანტები ძალიან ბევრია, ვინ არის, მაგრამ ქალია. გრძნობა, სიყვარული, აი ეს ყველაფრის გამო, რომელმაც გააკეთა შურიც არის, რა თქმა უნდა, თავის დაუნებურად და კონკურენცია. და უნდა თქვენ ჩაგდება პირდაპირი გაგებით ორმოში, რომ ვაფშე გამქრალიყავით, მაგრამ თქვენმა მფარველმა ანგელოზებმა ამოგიყვანეს და ძლიერი დარტყმა იყო, მაგრამ ეხლა უკვე ისე აღარ ახართ, ანუ იყო რაღაც დარტყმა, მაგრამ ეხლა ისე აღარ ახართ. კარგით, მაშინ რახან ესეთი ინფორმაცია მოდის, ვკითხოთ, თუ გამოვა მეორე ვარიანტი ამ მაგიური ჩარევიდან, თუ შეძლებს გამოვიდეს, მოიხსნას, გააბათილოს ეს მაგიური ჩარევა და როგორ? ესეც გითხრენ ბარემ, როგორ? თუ შეძლებს ეს მაგიური დარტყმიდან გამოსვლას მეორე ვარიანტი და როგორ? ანაირად. თუ გაიხსნება ისევ გზა და აქ რჩევასაც დავამატებ მეორე ვარიანტისთვის. ნახეთ, ამოდის ისევე რა ეს მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება. ადამიანის გამო მოხდა ეს ყველაფერი, პარტნიორისგან გამომდინარე, საყვარლები იყავით, მაჩვენებს კარტი. რო არ დაორსულებულიყავით, რო არ გაგეჩინათ შვილი, რო ამ კაცთან არ ქონოდათ იმიტომ რომ უნდა სერიოზული ურთიერთობა, ალბათ ოჯახიდან წამოსვლოდეთ თქვენთან, ანუ როგორც იმპერატორი, მიჯაჭვული იყო თქვენზე და მოხდა პირდაპირ მაგიური ჩარევა, რასაც ქვია ამ მამაკაცის მხრიდან. აი გაჯანჯღარებდნენ, ყველანაირად გიკეტავდნენ გზას, გქონდათ ჩფოთვები რაღაცა. ეს სიყვარულს ეხება, დარტყმა, შეიძლება იყავით და უბრალოდ მოგეშალათ, ანაპირებდით, ყოველ შემთხვევაში რო არ ყოფილიყო შვილი, ამ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა, რო არ გაგეგრძელებინათ ამ ადამიანთან ცხოვრება, ოჯახი არ შეგექმნათ. ანუ დარდობ ხა მეც რა ყველაფერს ხო აქვს საზღვარი. თუ გამოვა ეს ადამიანი ამ მდგომარეობიდან, როგორ დავეხმაროთ მეორე ვარიანტს? ფაქტიურად იყო ეხა როგორი რანაირი პირადში ჩანს, მაგრამ საჯაროშიც ხომ მოდის ინფორმაცია, ჩარევა იყო, როგორ გამოვა ეს ადამიანი? რანაირად გამოვა?
აქაც წყლის სტიქია მოდის, მაგრამ აქ ჩარევა არის საჭირო პროფესიონალის, იმიტომ რომ ამოდის განდეგილი. განდეგილი რას ნიშნავს? რომ უნდა შეიცვალოთ გარემო, ცოტა ხანი გახვიდეთ სადმე, ან თუნდაც მივლინებაში, ან სხვა ქალაქში, რაღაც სიტუაციაში, ან რაიონში, არ ვიცი. რომ დაგილაგდეთ ცხოვრება. ანუ ბუნებასთან ურთიერთობას გთხოვენ აქ ამ შემთხვევაში, რომ სტაგნაციიდან გამოხვიდეთ და ამ ადამიანთან რა ურთიერთობა აქვს. აქ მაჩვენებენ, რომ ახლა გაწყვეტილია ურთიერთობა. ხო. ანუ ძილის პრობლემაც გაქვთ, ვერ გძინავთ კარგად, გეღვიძებათ, შფოთვები გაქვთ, თუ გესიზღვრებათ კოშმარები. მოკლედ, ყველანაირი ის დაგაკარგინათ რა. სიმშვიდე დაგაკარგვინათ ამ ადამიანმა. მე ახლა აღარ გავაგრძელებ, რომ ესეთი ინფორმაცია მომაწოდეს. უბრალოდ ორაკულს ვკითხავ, გასაწმენდები ხართ ჩემო კარგებო. ბევრი უნდა ილოცოთ და ითხოვოთ. და ასევე სიკეთე აკეთოთ, ქველმოქმედება გასცეთ რაც შეიძლება მეტი, უცნობ ადამიანებს, მართლა გაჭირვებულებს და გულით უნდა თქვათ ღმერთო, გამიხსენი და მომიხსენი ყველანაირი უარყოფითი. სიკეთით ხდება, გესმის განეიტრალება. ესეთია სამყაროს კანონი. მეორე ვარიანტი. რას ურჩევდით? ბოშური ორაკული. ახალი დასაწყისი იქნება აუცილებლად. აქ პირდაპირ გირჩევენ პროფესიონალ ადამიანთან მისვლას, ეზოთერიკოსი, ფსიქოლოგი, მეტაფიზიკოსი, ადამიანი, რომელიც ხედავს მომავალს. ადამიანს, რომელსაც აქ პროფესიონალური დონით მოგიდგებათ და მერე მოდის უკვე წარმატება. მერე მოდის უკვე ბედნიერება. ფინანსებსაც დარწმუნულია, იმიტომ რომ აქ ამოდის, რომ ფინანსური კეთილდღეობაც იქნება, ეს ყველაფერი ნეგატიური ჩარევის გამოა. მაგრამ ახალი დასაწყისი მოდის აუცილებლად. უბრალოდ კიდევ ერთხელ გეუბნებით, გჭირდებათ თუნდაც პროფესიონალური ტაროლოგი, იმიტომ რომ პირდაპირ ბოშა ამოდის, რომელიც უშლის კარტს და რჩევას აძლევს. აბა თქვენ იცით ახლა. ყველაფერი გაივლის, ცუდზე არ იფიქროთ, როგორც არ უნდა დაგარტყას მტერმა, იცოდეთ, რომ არსებობს სამყაროს უზენაესი სამართალი და ის ყველაფერს განიხილავს. უბრალოდ თქვენ დაგჭირდებათ თქვენი მხრიდან მიმართვა და რაღაც პროცედურების გაკეთება. იმიტომ რომ ლოცვაც კი, სხვაზე რო ილოცო, იმან თხოვოსო, ნუ კი, რა თქმა უნდა, შეისმინება, მაგრამ აუცილებელი იმ ადამიანისგან ლოცვა და იმ ადამიანისგან მოქმედება, ვინც არის ესეთ ჩაკეტილ მდგომარეობაში და თუ ხართ ესეთ მდგომარეობაში და რაღაც მომენტში ხედავთ, რომ რაღაცა ჩაგიკეტათ გზა, რაღაცა არ გიმართლებთ, რაღაცა შიშები გაქვთ, ვერ იძინებთ, დაგაკარგინათ მოსვენება, ხო? რაღაც შფოთვებმა, რაღაც ნერვიულობამ, რაღაც სიტუაციამ, ესე იგი რაღაცაშია საქმე და ამიტომ მე გირჩევთ, რომ მემართოთ პროფესიონალს. მოკლედ ესე დავამთავრებ ახლა. ნუ შეგეშინდებათ. ყველა გამოძახილს უნდა შეხვდეთ, ანუ რახან, ესეა, ესე იგი ეს გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი და თქვენი ძალაა აქ ამ შემთხვევაში და მოქმედება მთავარი, რომ არა, არ შედრკეთ და ბოლომდე მიდით. ესეა, ნუ უნდა იყო ძლიერი და ხართ ძლიერი, ამოვიდა ძალა. ანუ გაუძელით ჩემო კარგებო, აბა თქვენიცით. ყველაფერი კარგად იქნება. დროებით.